მოგესალმებით საღამომშვიდობის საპატისცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩვენი გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. დღეს ჩემთან ერთად სტუმრად ჩვენს გადაცემაში იმყოფება თქვენთვის უკვე ცნობილი პროფესორი დავით აფხაზავა, საღამომშვიდობის ბატონო დავით. და მადლობელი ვარ, რომ თქვენ აი იმ ჩვენს წინაპირობას, რომელიც დავდეთ, ასრულებთ დროს, ნახულობთ იმისათვის, რომ საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ უფრო აქტიურები იყვნენ და უფრო თავისუფლები იყვნენ აი იმ პროცესებში, იმ მდგომარეობაში, რომ მდგომარეობაშიც აი ზამთრის პერიოდში ვიმყოფებით, განსაკუთრებით ეხლა. ხო, იმიტომ რომ უწინ, როდესაც ასე ვთქვათ, სამყარო უფრო დალაგებული იყო და სიმშვიდე იყო სამყაროში, გამკლავება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ უფრო მარტივი იყო და უფრო თავისუფლად ახდენდნენ ადამიანები ამ პროცესის მოგვარებას, ეხლა ბევრად უფრო გართულდა. დღეს მე მინდა რომ თქვენ ჩვენს მაყურებელს ესაუბროთ პირველი ასე ვთქვათ ჩემი შეკითხვა იქნება რა განსხვავება არის ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის და აი იმ ინფექციურ პროცესებს, იმ პროცესებს შორის, რომელსაც ცალკე ბაქტერია იწვევს, ცალკე ვირუსი. და მერე როგორ ხდება მათი სიმბიოზი ადამიანის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის. დიახ, მოგახსენებთ, ესე იგი, პირველ რიგში დიდი მადლობა ასევე თქვენ მოწვევისთვის. თვითონ გადაცემის აზრიც, ზოგადად ამ ტიპის გადაცემის აზრიც და ისევე როგორც სხვა რაღაცების, რაც არის შემეცნებითი, არის მე ვფიქრობ ის, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი ცოდნა, რომ მე ეს ცოდნა სასარგებლოდ გამოვიყენოთ. და მაგალითად პირადად ჩემთვის რატო არის ეს საინტერესო და კარგი უშუალოდ ჩემთვის მაგალითად რომ ისეთ რაღაც საკითხებზე გადახედვა მიწევს მაგალითად რომ ამ რაღაც გარკვეულ თემაზე რომ სხვა სიტუაციაში შეიძლება იმ საკითხებს იმდენად არ დაუთმო ყურადღება, არადა ძალიან საინტერესოა მაგალითად აი როგორ რაღაცა ისეთ რო სიტყვები ისტორია როგორ არის აი ბაქტერიოფაგის ისტორია მაგალითად და ასე შემდეგ. განსხვავებას რაც შეეხება უპირველეს ყოვლისა არის რა რომ ვირუსი არ მოისაზრება როგორც ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ასეთი მთლად ცოცხალი არ არის, იმიტომ რომ ცოცხალ ორგანიზმს უნდა შეეძლოს, არის რამდენიმე პირობა რომ ორგანიზმი ცოცხალი იყოს, რომ მას უნდა შეეძლოს გარემოდან საკვების მაგალითად მიღება და გამრავლება. ვირუსს თავისით ეს არ შეუძლია, ვირუსი არის უფრო ევოლუციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკი, ანუ საინტერესო არის ბაქტერიებს, ისე როგორც ძუძუმწოვრებს და სხვა მცენარეებს, ვირუსებს ცალკე აქვს თავთავიანთი ევოლუციის გზა გავლილი და ანუ ეს არის ფაქტობრივად ნაწილაკი, რომელიც იყენებს ცოცხალ ორგანიზმს, რომ გამრავლდეს. და ერთი შეკითხვა მაქვს დამატებით, ბატონო დავით, თქვენ ახლა საუბრობთ იმ ვირუსებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ჩვენთან ერთად არიან თუ გარე ვირუსებზე? თუ ყველას ერთი ისა აქვს? ყველაზე საუბრობ, ზოგადად ვირუსზე, ნებისმიერ ვირუსი არის ეგ სიტუაცია, რომ თავისით მემრავლდება, ამის გამო ზომა მას აქვს პატარა, ჩვეულებრივ, მისი ძირითადი იარაღი ასე ვთქვათ არის DNM-ი ან RNM-ი, რომელიც პატარა მონაკვეთი აქვს, მისი ფუნქცია არის რა, რომ და მიზანი, რომ ის ეწეპება ასე ვთქვათ უჯრედს, შეიძლება იყოს ეს ბაქტერია, თუ ბაქტერიის ვირუსია, შეიძლება იყოს ძუძუმწოვრების უჯრედი, როგორც კი მას უჯრედში ის შეუშვებს თავის DNM-ს ან RNM-ს, მერე ის RNM-ი აწარმოებს იმ RNM-ი გარდაიქმნება DNM-ად იქ, იდეა მაინც ის არის, რომ
ესე იგი მასპინძელში უნდა გარდაიქმნეს ვირუსის DNM-ი, რომელშიც არის ჩადებული რამდენიმე გენი, როგორც კი ის ამუშავდება და იქ უკვე მექანიკურად მასპინძელი ვეღარ ხვდება, რომ ეს ვირუსულია, ის მექანიკური სიტყვაზე DNM-ის სინთეზის აპარატი და უკვე ამუშავებს იმ გენებს. ამუშავებს რას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ არის ესე, რომ გენი შეესაბამება რომელიღაც ცილას, ანუ იმ გენში ჩაკოდირებულია ესე იგი DNM-ის თანმიმდევრობა, ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, უпростоრედ DNM მაგალითად, იქ ჩადებულია ინფორმაცია, რომ ამ თანმიმდევრობას შეესაბამება ეს ამინომჟავები, ამ ამინომჟავების თანმიმდევრობა. როგორც კი ეს ამინომჟავები აიგება, მერე აეწყობა ცილა და თვითონ აქვს ზოგ ვირუსს სხვადასხვა რაოდენობის, მაგალითად 8 სხვადასხვა კომპონენტი და უკვე შიგნით ხდება ახალი ვირუსების აწყობა. Როგორც და ფაქტობრივად დასნებოვნება ვირუსი ზუსტად ეგ არის, რომ ვირუსები აეწყო. ანუ აწყობა ხდება ადამიანის ამ შემთხვევაში ჩვენი უჯრედების შემადგენლობიდან, ხო? კი ბატონო. იმ ვირუსს მიაქვს მარტო ინფორმაცია. და ამით ზიანდება უჯრედი და ეს ჩვენი უჯრედები კვდება. კი, ეს ოღონდ როცა საუბარია ინფექციის დაძვრაზე, თუმცა ჩვენ ორგანიზმში ჩვეულებრივ არის უამრავი რაოდენობა სხვადასხვა ვირუსების და უამრავი კიდე სახეობა, რომლებიც უბრალოდ არიან. ასევე საინტერესოა ის, რომ ადამიანის გენომის 8% არის ვირუსული წარმოშობის. ანუ ოდესღაც ევოლუციის რომელიღაც ეტაპზე ვირუსი ჩაჯდა, მან ვირუსი რა შვება, თავის გენს ძდებს, მაგრამ ის გენი შეიძლება მერე ჩარჩეს. და კიდევ არის მნიშვნელოვანი ისიც, რომ არა მარტო ინფექციური, ანუ არაინფექციურ სიტუაციაში ეს ვირუსმა შეიძლება ჩადოს გენები და იყოს ეს. ანუ ეს არის ვირუსზე რო ვთქვა და ბაქტერია ზომით არის უფრო დიდი. ისინი იყოფიან უფრო პროკარიოტები და ეუკარიოტები. პროკარიოტები არის უფრო ძველი, არქაული ბაქტერიები, შემდგომ გავითარდნენ უკვე ეუკარიოტები და ჩვენი ძუძუმწოვრებიც ჩვენს ეუკარიოტებს მივეკუთვნებით. ანუ პირველი არის ზომა, განსხვავება. მეორე საინტერესო არის თვითონ ინფიცირების თვალსაზრისით განსხვავება, რომ მაგალითად ვირუსი რო შეგეყაროს, უფრო სხვა რაღაცები მოქმედებს და ბაქტერია რო შეგეყაროს, ბაქტერიული დაავადება უფრო სხვა რაღაცები, კი, იმიტომ და განსხვავება დიდია ამ შემთხვევაში. დიდი არის ზოგჯერ და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად რო ვთქვათ, ვირუსი თუ გადაიტანება აირწვეთოვანი გზით, როგორც იყო მაგალითად კორონას შემთხვევაში, ან ჩვეულებრივ გრიპების შემთხვევაში, მაშინ ძალიან ადვილად გადადის. არის ვირუსი, რომელიც მაგალითად გადადის მხოლოდ სისხლით, როგორც არის შიცის ვირუსი მაგალითად. ხო, და ბაქტერიის შემთხვევაში პრევენცია უფრო ადვილია, იმიტომ რომ ვირუსი უფრო პატარა ნაწილაკია. ზოგიერთ თან გააჩნია რაოდენობასაც, რა რაოდენობა უნდა შევიდეს ორგანიზმში, რომ მერე დაავადება განვითარდეს. მაგალითად, ზოგიერთი ვირუსი არის, რომ დიდი რაოდენობით, რამდენიმე 1000 უნდა შევიდეს, თუმცა არის უფრო, ასე ვთქვათ, მზაკრული ვირუსები, მაგალითად იგივე შიცის ვირუსი, რომელიც საკმარისია, რომ 1-დან 10 ზოგ შემთხვევაში 1-დან 10-მდე, 1-დან 10 ცალი შევიდა და უკვე შეიძლება დაიწყოს პროცესი. ბაქტერიაში ეს რიცხვი უფრო დიდია, მაგალითად დიზინტერიის ბაქტერიაში არის ცნობილი, რომ X 100,000-დან უკვე რამდენიმე მილიონამდე უნდა იყოს, რომ დაიძრას დაავადება, ანუ იქ ეს არის. მერე არის კიდე, მაგრამ თავისი ისა აქვს კიდე ორგანიზმის რეზისტენტობას მნიშვნელობა. ანუ შეიძლება რომ ისე იყოს, რომ კონკრეტული ინდივიდის ორგანიზმი უფრო რეზისტენტული იყოს რომელიღაც ბაქტერიული დაავადებისადმი და ნაკლებად ვირუსისადმი, ანუ პირიქით. ამ შემთხვევაში ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, ეს ზოგადად იმუნიტეტს ეხება, ორგანიზმის იმუნიტეტს თუ არის რაღაც სხვა მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებენ ამას? კი ბატონო, როგორც იცით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მახასიათებლები, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა, რაც განაპირობებენ საერთო ჯანმრთელობა მაგალითად, მაგრამ
იმუნიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აქედან. და მე უკვე ისეთი ნიუანსები მოდის, როგორც არის მაგალითად გარემოში ვცხოვრობ და კონკრეტული თვისებები ადამიანის, მაგალითად ზოგი თუ უფრო სუფთა ადამიანი, სიტყვაზე უყვარს ხელების ხშირი დაბანა მაგალითად, მას უფრო ნაკლები შანსი აქვს, რომ დაინფიცირდეს. თუმცა იქ მეორე უკიდურესობაცაა იმის გამო, რომ ის სიფრთხილეშია, ანუ შეხება ნაკლები აქვს და უფრო მისი ორგანიზმი სუსტია. მაგალითად ცნობილია, რომ ბოშები მაგალითად ან იგივე მეტროში რო არიან, აი სიტყვაზე მათხოვარი ციგნის ბავშვი, მას შეუძლია ძირიდან ძირს დაგდებული რაღაცა აიღოს და უშუალოდ და შეჭამოს. ის სხვამ რო გააკეთოს, ვინც ამაზე მიჩვეული არ არის, ის რა თქმა უნდა შეიძლება უფრო დაავადეს და ამას გამომუშავებული აქვს. ანუ ხო, გამომუშავებული უნდა ქონდეს. თუმცა იქაც უკიდურესობებია ამ გამომუშავებაში შეიძლება სიკვდილიანობა დიდი, ანუ ვინც გადარჩა ცოტა რაოდენობა. ერთი კითხვა დამებადა ეხლა. სიტყვაზე ვთქვათ, თუ დაინფიცირდა ადამიანი და გადაიტანა ეს ვირუსი, ხო, შესაბამისად მას გამომუშავებული უნდა ქონდეს უკვე ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი, ხო? მაგრამ ხდება ისე, რომ იგივე ვირუსით ადამიანი შემდეგ წელს დაუშვათ ან რაღაც პერიოდის მერე მაინც ავადდება. ეგრაზეა დამოკიდებული. როგორ არის იცით, რომ ესე იგი არის ესე, რომ იმუნიტეტს აქვს გარკვეული მეხსიერება. არის ბაქტერიები ან ვირუსები, სიტყვაზე რომელსაც დაუშვათ ერთხელ გადაიტანს ადამიანი და მერე დამთავრდა დაუშვათ. თუმცა იქაც გააჩნია მერე შტამებს. ის შეიძლება ახალი შტამი წამოვიდეს და იმის მიმართ არ კონდეს. მაგრამ თვითონ არის ესე იმუნიტეტი, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ თვითონ იმუნური მეხსიერება იმ რაღაცის მიმართ იმ სტილისაა, რომ არ არის ხანგრძლივი. იმუნიტეტი რაზეა დამოკიდებული, ის იმუნურ უჯრედებს ის ახსოვთ. რა იმუნიტეტი მახსოვრობა არის, რა მოლეკულა ქონდა იმას ზედაპირზე მაგალითად. ხო და იგივე კორონას დროს მაგალითად რა მოხდა, რომ 6 თვე მუშაობდა და ხო ეგრე იყო, რომ 6 თვე მუშაობდა იმუნიტეტი, მერე ახრიდან ემართებოდა ხოლმე. ეგეც კიდე გრიპის მახასიათებელია, გრიპზე მაგალითად აცრა გრიპის დროს რატო არის ნაკლებად მიზანშეწონილი? კი იმ წუთას იმ შტამს, იმ გრიპის იმ შტამს დაიცავ დაუშვათ, მაგრამ ის ძალიან სწრაფად მუტირებს. როგორც კი ის მუტაციას განიცდის, მერე უკვე ისევ გემართება. მაგი აქვს. და ამ მოსახლეობისათვის რომ ასე ვთქვათ, გასაგები იყოს, გრიპის უამრავი შტამი არსებობს, ხო? ძალიან ბევრი და ამიტომ იმით რა ქვია, ვაქცინაციით ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა შტამი ერთ ვაქცინაში იყოს მოქცეული და ამით ასე ვთქვათ, უწყობდეთ ხელს ადამიანის ჯანმრთელობას. ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ გრიპს ვეძახით, სიტყვა გრიპი, მაგრამ სიტყვა გრიპი ერთი სიტყვაა, მაგრამ იმის უკან მოისაზრება უამრავი ვირუსი. აი, ეხლა თქვენ აქცენტს ვირუსებზე აკეთებთ და აი ბაქტერიების შემთხვევაში იგივე ასე ვთქვათ, მექანიზმი მუშაობს თუ არის რამე განსხვავება? თვითონ იმუნიტეტის თვალსაზრისით, ანუ ბაქტერიებშიც ასევე უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი იმ ბაქტერიული დაავადებების მიმართ. უბრალოდ ვირუსი უფრო სწრაფად განიცდის მუტაციას, ეგ უპირატესობა აქვს. ბაქტერია უფრო ნელა. პრევენციის სახით ბაქტერია უფრო ადვილია, ანუ თუმცა აქაც რაღაც ნორმების დაცვა არის საჭირო. და საინტერესო არის ის, რომ მაგალითად ვირუსზე ესე იგი ჩვენ გენომში არსებული მაგალითად აი ზოგიერთი რაღაცა, ზოგიერთი გენი მაგალითად აუცილებელიც არის ჩვენთვის ვირუსული წარმოშობის არის, მაგალითად პლაცენტაში არის ზოგიერთი გენი, რომელიც პლაცენტა რო ვითარდება, ის უბრალოდ ვირუსი. ვირუსი სხვა რამისთვის სჭირდებოდა ის თავისი ზედაპირისთვის, მაგრამ აქ უკვე ჩვენ სხვა რამისთვის ვიყენებთ.
ასე რომ იმუნიტეტი სამბავში ბაქტერიაც მსგავს სიტუაციაშია. ანუ დიდი განსხვავება, ასე ვთქვათ, იმ ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს შორის ორგანიზმისთვის არ არის, ხო? როგორ არის იცით არის იმ ხრივ რომ თვითონ მათი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე რომ ვირუსის დროს ვირუსი შედის ჩვენ უჯრედში და იქ მრავლდება და ბაქტერია გარეთ არის და გარეთ მრავლდება ანუ გამოყოფს ტოქსინებს თან იქ რას უნდა ებრძოლო ვეღარ იგებ იმიტომ რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ბაქტერიას უნდა ებრძოლო მაგრამ შეიძლება სიმპტომები სხვანაირი იყოს ზუსტად ამ ტოქსინებით გამოწვეული კიდევ არის მნიშვნელოვანი რომ იმუნიტეტი თუ არის მუდმივ დაძაბულობაში ეს იწვევს გარკვეულ სტრესს და ამ დროს შეიძლება მოხდეს ქრონიკული ანთება რაც არის ძალიან საშიში მე ზუსტად არის ონკოლოგიური გარდაქმნა იმიტომ ხდება ხოლმე რომ ქრონიკული ანთება და მე უკვე ვეღარ უძლებს ქსოვილი და მე ხდება გარდაქმნები ბატონო დავით, თქვენ წეღან ჰიგიენა ახსენეთ, ну, ასე ვთქვათ, ოდნავ და ეხლა მინდა რომ მოსახლეობამ უფრო აქტიურად ასე ვთქვათ, გაიგოს და შეისწის ხორცოს რა პრევენციული ქმედებები არის საჭირო იმისათვის, რომ არ დაინფიცირდეს ვირუსით, არ დაინფიცირდეს ბაქტერიით და მაქსიმალურად შეძლოს ასე ვთქვათ ჯანმრთელი ცხოვრების არის როგორ იცით რომ არის სხვადასხვა სიტუაციები ჰიგიენის თვალსაზრისით ერთი არის ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტუაცია როცა ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდის მაშინ აკეთებ არის მერე სხვა სიტუაცია როცა მაგალითად ეპიდემიის საფრთხეები ან უკვე ეპიდემიური განვითარება მაშინ უკვე სხვა ზომების მიღება გიწევს ანუ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში მაგალითად რაც არის ჩვეულებრივი თითქოს ამბავია ხო ხელების დაბანა სისუფთავე ჰიგიენის ნორმების შენარჩუნება ასე მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რომ შევხედოთ ამ ჩვეულებრივი ნორმების დაცვა არის ხოლმე ხანდახან ძალიან რთული განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ რომ თუმეტეს აი პატარა თუა ბავშვი ხო, ყველაფერს პირში იდებს, ხო, იმიტომ ის სინჯავს გემოს, ის ასე შეიცნობს ცხოვრებას და იქ უკვე თლიანად გარემო უნდა გაასუფთავო, მაგალითად არ შეიძლება რომ ისედაც მიღებულია რომ სახლში როდესაც შედიხარ მაგალითად ფეხსაცმელი უნდა გაიხადო გარეთ, ან სადმე დადო და იქ უკვე ან ჩუსტებს იცო ან სხვა რაღაცას, იმიტომ რომ გარედან შეტანილი უამრავი რაღაცაა. მერე არის ისიც რომ ეხლა მე რომ ხელებს ვიბან მაგალითად ის წყალი უნდა იყოს სუფთა. ნუ ეგ ჩავთვალოთ რომ არის იმ დონეზე რომ წყალი არ დაგავარდეს, თორე თუ არ არის სუფთა მე სულ საერთოდ სვავი მწყალს და გამოვარო პირიქით იქიდან. თუმცა ეს სუფთავიც ყოველთვის მერყეობს. შეიძლება უცბად რაღაცა ისეთი მოხდეს რომ რაღაცა გაიპაროს. ყოფილა კიდევაც შემთხვევები, როდესაც წყლით ინფიცირდებიან და თან ეს არ არის საუბარი მაინც და მაინც საქართველოზე. ეს ყველგან შეიძლება მოხდეს და ყველგან ფიქსირდება სხვადასხვა ფაქტორები. ანუ ძირითადად ეგა, მერე არის რა, რომ პრევენციისთვის კარგია მაინც ხელების დამუშავება. როცა დაუშვათ არ არის საშუალება რომ დავიბანოთ, თუ მე დავიბანე ხელები, ის უკვე სუფთაა. სავსებით საკმარისია. ხო. მერე თუ ამის საშუალება არ არის, მიზანშეწონილია სპეციალური საშუალებები, რაც არის ხელების დეზინფექციისთვის, თუ გვინდა უფრო იაფი საშუალება, მაშინ ძალიან კარგია სპირტსხნარი, ოღონდ ეს სპირტსხნარი არ უნდა იყოს პირდაპირ სპირტი პირველი რომ ძალიან მალე ორთქლდება და ვერასწრებს ისე კარგად მოქმედებას, იმან უნდა დახოცოს ბაქტერია. და ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის 70%-იანი სპირტსხნარი.
ანუ არყითაც შესაძლებელია ამ შემთხვევაში არყის გამოყენება? გეტყვით, ყველაზე კარგი არის ჩვეულებრივი სპირტი. არახს აქ რაღაც ნაკლები რა გეტყვით, რომ ჯერ ერთი არაყი თვითონ შეიძლება იყოს დაბალ პროცენტიანი. მაგალითად 45-50 და ეს არ კმარა. არ კმარა. მე ამიტომ ის არის, აი სპირტი ყველაზე კარგი. მე ცალკე პრობლემა აქვს არახს სუნი. თუ ეს ჭაჭა მაგალითად და რაღაცა უკვე იმის სუნია აგდის და ანუ მაგხრივ ცოტა ის არის კონტროლის ხრივ. ანუ რეკომენდირებული სიტყვაზე ვთქვათ, არყით დეზინფექცირება იმის ხელების არ არის, იმიტომ რომ შედეგი არ აქვს. ხო, თუ ეხლა უმჯობესია სპირტი. და ერთადერთი დავამატებდი, რომ ეს სხვათა შორის ეს გზა, ეს სპირტსნარა თვითონ საზოგადოებამ გაიარა ზუსტად ამ კორონას დროს და სასურველია ოღონდ დაემატოს რაიმე დამარბილებელი, იმიტომ რომ კანს სპირტი ამშრალებს და ამიტომ ეს სიმშრალე რო ავირიდოთ, მაგალითად 1% ან 0.5-ია 1%, 2, ნუ მეტი აღარ არის საჭირო, მაგალითად გლიცერინი. გლიცეროლს თუ დავამატებთ შიგნით, ეს უკვე დამარბილებელიც არის და ფაქტიურად ეს არის. ნუ დანარჩენი არის კიდე პირბადის ისა, როცა უკვე ატყობ რომ გრიპმა მოიმატა, ჯობია რომ პირბადე ატარო. ხანდახან ისეთ ადგილებში, სადაც არის ხალხმრავლობა, მაგალითად მეტროში. ან მეორე ვარიანტი რომ თვითონ ადამიანი თუ ცუდად გზნობს თავს, მან აუცილებლად ჯობია რომ პირბადე გაიკეთოს და ისე იაროს. თუმცა პირბადეს აქვს უარყოფითი მხარეებიც, რომელიც დასაძლებია, ეს მოსაფიქრებელია, რა შეიძლება ამის წინააღმდეგ. აი მაგალითად რა ნუ ერთი რომ სუნთქვას უშლის ხელს რაღაც ამ დონეზე და მეორე პირბადე როცა ესე გიკეთია დაუშვათ მე თვითონ რას გამომიცდია რომ თბილი ჰაერი და ნასუნთქი ჰაერი მიდის პირდაპირ თვალებში და მხედველობას აფუჭებს. ამისთვის ნუ მე რა გზაც მოვნახე იყო ერთადერთი ის რომ არა ჩვეულებრივ პირბადეს ვიკეთებდი რაც არის ეს ლურჯი პირბადეები რომელიც ფაქტობრივად ნაჭერია არამედ N95 ზომის ფორების პირბადე ეს არის უშუალოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოსული რაც არის დაახლოებით აი ესეთი ფორმის თეთრი და თან დაცვაც იმას უფრო მეტი აქვს ის ფაქტიურად გარანტიას გაძლევს რომ კანთან და თვალებშიც აღარ არის ისე პრობლემაც. ზოგადად ეხლა თქვენ მინდა რომ 1-2 სიტყვით კორონავირუსზეც ისაუბროთ, ხო, ჩვენ გამოვიარეთ ეგ პროცესი. ზოგადად აი თვითონ კორონას დახასიათება მინდა რომ დაახასიათოთ რა ვირუსია და როგორ არის ასე ვთქვათ გავრცელებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოსაზრებები და ასე ვთქვათ ხმები ვრცელდებოდა თვითონ ამ ვირუსის ძაფრ პერიოდში და აი დაცვის მექანიზმი. კი კორონას ვირუსი ზე იყო ვარაუდები, რომ წარმოშობაზე მაგ პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორ ტიპის არის წარმოშობა, ესა იყო თუ არა საუბრები იყო, რომ არის ბუნებრივი თუ ხელოვნური მაგალითად. როგორ არის იცით, რომ ხანდახან ხდება ესე, რომ ერთ უჯრედში შეიძლება შევიდეს ორი სხვადასხვა ვირუსი. და ამ დროს მათ გაცვალონ გენები. აი კორონას ვირუსში არის ვარაუდი რომ ეგეთი რაღაც მოხდა და ზუსტად აი წარმოიქმნა ისეთი რაღაცა რომ იმ სხვა ვირუსის გენებიც აქვს და ამიტომ არის უფრო საშიში მაგალითად. ანუ ეგეთი რაღაცა ხდება. თუმცა იგივე რაღაცა შეიძლება ლაბორატორიაშიც გააკეთოს ვიღაცამ. თან იქ უფრო მეტი საშუალებებია, ხო? უბრალოდ რა არის რომ ეს ისეა მომხდარი, რომ ასე მაინც და მაინც ხელს ვერ დაადებ, ვერ იტყვი, რომ ეს ლაბორატორიაშია გაკეთებული, იმიტომ რომ იქაც შეიძლება ბუნებაში მოხდეს და ლაბორატორიაში ისევე. თუ არის სიტყვაზე ვირუსში მაგალითად რაღაცა ისეთები ჩადებული, რომ ამას ბუნება ვერ გააკეთებდა, მაგალითად, ხო, უამრავი რაღაცა. მაშინ პირდაპირ იტყვი, რომ ეს აშკარად ხელოვნურად არის გაკეთებული, მაგრამ აი კორონა ისეთია, მერე არის ხო, პრევენციაზეც უკვე ჩვენ ფაქტიურად ესე იგი ეს გზა რაც გამოვიარეთ,
საზოგადოებამ უკვე გამოიარა, აქ მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანია იმ შეცდომების გათვალისწინება, რაც მოხდა, რომ ხელახლა აღარ მოხდეს. ეს თან ისე არის, რომ კორონა რახან იყო უკვე პანდემია, შემდგომი პანდემია სავარაუდოდ უკვე რაღაც სხვა ვირუსის უფრო იქნება, იმიტომ რომ კორონა ასე თუ ისე ჩააცხრა. ნუ როგორ არის იცით, ეხლა მე ისევ დაუბრუნდები იმ პერიოდს, ხო, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს ხელოვნური ვირუსია, უფრო ამიტომ არის ესეთი მძიმედ გადასატანი და ლაბორატორიებში გამოყვანილია და ნუ ერთ-ერთი ლუგარის ლაბორატორიაზე იყო საუბარი, რომ აი ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიაშიც აკეთებენ ამას. ხო, ახლა ლუგარის ლაბორატორია იქნება პეტრესი თუ პავლესი, მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ხო? იგივე, ნუ, ანუ ჩინეთიდან წამოსული კი იყო ზოგადად ეს კორონავირუსი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ იყო. ხო და დღესაც ეხლაც პაციენტები რო ავადდებიან, გაცივდებიან და ანალიზს რო იკეთებენ, ზოგს აქვს იგივე კორონა, ზოგს არ აქვს, რაღაც სხვა შტამი არის და ხო, მაგხრივ ანუ რა არის საინტერესო ნახეთ, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ესე იგი როგორი სიტუაცია რო აი განსაკუთრებით ესე იგი როცა იყო ეს კორონას ეპიდემია რო დაიწყო საქართველოში ეს შემოვიდა გვიან ზუსტად ძალიან კარგი საქმე გააკეთა ლუგარის ლაბორატორიამ ამ მხრივ რომ პრევენციის მხრივ და მერეც უკვე როგორც კი ფიქსირდებოდა პირველ რიგში ის რომ ჩვენ საშუალება მოგვეცა ანალიზები გვეკეთებინა და განგვესაზღვრა თვითონ კორონა ვირუსი და მერე ზუსტად ამ მონიტორინგისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც კი პაციენტმა იცის რომ მას აქვს კორონა თუ არა, იმის მიხედვით ის ჩვეულებრივი გრიპი თუ შეიძლება ისეთ ღონისძიებებს აღარ მიმართავს დაცვის, მაგრამ თუ კორონა ჰქონდა, მაგრამ უკვე ყველას ერიდებოდა, მე იყო каранტინი და ასე შემდეგ, ზუსტად ამ მხრივ ლუგარის ლაბორატორიამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა. თვითონ რაც შეეხება წარმოშობას ვირუსის, ანუ ჩინეთში საინტერესო იყო ის მომენტი, რომ ვიდრე ეპიდემია დაიძრებოდა, ჩინეთში იყო ექიმი, რომელმაც ეს მომენტი დაიჭირა, რომ რაღაც სახიფათო ხდება და რო უკვირდები, ანუ ყოველდღიურ პრაქტიკაში მაგალითად უფრო კლინიკებმა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, რომ როგორც კი ნახავ, რომ 3-4 პაციენტი ერთი და იგივე სიმპტომებით, რაღაც ერთი და იგივე არეალიდან მოვიდა და მათ აქვს რაღაცა ესეთი ცუდი ვირუსული რაღაც დაავადება და მით უმეტეს თუ აქ არის სიკვდილიანობა, ეს არის ხოლმე ჩვეულებრივ რაღაც დიდი ეპიდემიის და პანდემიის საწყისი წერტილი ხოლმე. და აი ამ დროსაც ანუ თუ ერთი ვირუსი სხვადასხვა რეგიონებში ერთდროულად არის? უყურეთ, სხვადასხვა რეგიონებამდე, აი დაუშვათ მოვიდა ერთი კორპუსის ხალხი. აი უკვე მაგრამ 4 სხვა ან 3-4 ადამიანის სხვადასხვა აქვს. ან თუნდაც ერთი რაღაც ერთ ადგილას ცხოვრები ხალხი. იმიტომ იქ თუ მოხდა დამთხევა უბრალოდ შეიძლება ხდება ხოლმე რომ სიტყვაზე რაღაცა სხვა ქალაქში აქვს ის სხვა არის, მაგრამ აი ერთი და იგივე თუ დაემართა მე უნდა ძალიან დიდი ყურადღების გამახვილება, რომ შეიძლება ეს დაიძრას. ზუსტად ესეთი მომენტი დაიჭირა იმ ჩინელმა ექიმმა, რომელიც იყო 34 წლის დაახლოებით და უბრალოდ მან მიწერა წერილი თავის კოლეგებს, რომ რაღაც საშიში სიტუაციაა და ფრთხილად იყავითო, რომ ასეთი მომენტი დაფიქსირდა. იმან მიწერა, შეიძლება იმან იცოდა, რომ პანდემიის საფრთხეც არის, მაგრამ პირველ რიგში იმად გასაფრთხილებლად მიწერა, რომ თქვენ იყავით ფრთხილადო, მაგრამ ეს ინფორმაცია ვიღაცამ ამ წერილს გადაუღო, ასე ვთქვათ, სურათი, ანუ მონიტორს გადაუღო სურათი, მერე ეს სურათი გავრცელდა ფართოქსელებში და უკვე ეს ექიმი დაიბარეს იქ
იქაურმა პოლიციამ უკვე რომ შენ რატომ ტეხ ტყვილ განგაშს დაუშვათ და თან ვიცოდა თვითონ რომ მე დამსჯიან ამისთვის და ასე შემდეგ მან მოიხადა ბოდიში და ასე შემდეგ მაგრამ როცა ეს პროცესი ხდება უკვე ამის პარალელურად უკვე დაიძრა ეპიდემია და უკვე ჟურნალისტები ჩადიან CNN-დან და ასე შემდეგ რადგან უკვე გაგვეულია რომ მართალია ეს ყველაფერი. ნუ მე უკვე ისექიმი ბრუნდება უკან და უკვე ფრთხილობს. და პარადოქსი ის არის რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა მას ჰყავდა პაციენტი, ქალი, რომელსაც ჰქონდა გლაუკომა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამ ქალბატონს ჰქონდა კორონავირუსი, მე თვითონ გადაედო ამ ექიმს კორონავირუსი, მე ერთი კვირის მერე და თან არის მომენტი რომ საწყის ეტაპზე კორონავირუსი სალამან მუტაციებს განიცდიდა და სხვა შტამები წამოვიდა და იყო უფრო აგრესიული ფორმა და ეს ანუ საკუთარ ორ კვირაში გარდაიცვალა ეს ექიმი. ერთი კვირის თავზე კიდე ეგონა რომ მე გამომჯამთენდებიო ინტერვიუს აძლევდა და ორ კვირაში ფაქტურად თვითონვე გარდაიცვალა და აი აქედან უკვე იწყება მე გავრცელება. ანუ მე არის როგორი რაღაცა ისეთ რომ აი შეზღუდვის ზომებში მე კიდევ მოხდა ძალიან ბევრი შეცდომები გავრცელების წინააღმდეგ. აი მაგალითად რა რომ ამერიკა გრძალავს ფრენებს ჩინეთიდან მაგალითად. კი, თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ წყარო უკვე იყო ევროპიდან შედიოდა იქ მაგალითად. ანუ თუ გრძალავს, თუ რაღაც იყო სიფრთხილეები გააკეთო და ასე შემდეგ. მე ეგ უკვე პოლიტიკაში გადასვლა იყო მე რამდენადაც ასე ვთქვათ მახსოვს ეგ პერიოდი მე ერთი რამ მაინტერესებს აი ჩვენთან საქართველოში როდესაც დაფიქსირდა კორონა და პაციენტები კორონავირუსიანი და ეს იზრდებოდა მიუხედავად იმისა რომ ეს ვირუსი იყო სიკვდილიანობა პრაქტიკულად არ იყო ჩვენთან სხვა ქვეყნებთან შედარებით და მერე როდესაც იქაური გაიდლაინები შემოვიდა და აიძულეს რომ იმ გაიდლაინებით ჩვენს ექიმებს ემუშავათ სიკვდილიანობა მერე გაიზარდა. კი, არის მაგაში ლოგიკა, იმიტომ რომ თვითონ გაიდლაინის გაკეთება არის ძალიან რთული და მისასადაგება, ანუ მთავარი პრობლემა არის რა რომ გაიდლაინებში ხშირად არის ჩადებული რაღაც წესების ერთობლიობა, რომელიც უსადაგებენ ყველას. და ეს არ მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ მაგალითად მოვიდა პაციენტი და შეიძლება ის გაიდლაინში წერია რომ წნევა გაუზომე ან რაღაცა და ეს მიეცი ეს წამალიან რაღაც ასე ღონისძიებები. ეს თუ ეს პაციენტი იყო ყველანაირად ჯანმრთელი და მერე დაემართა კორონა ან იქ ასაკობრივ მდგომარეობას აქვს კიდე მნიშვნელობა. თუ ჯანმრთელი იყო და დაემართა სხვა არის, მაგრამ იქნება ამ პაციენტს ჭირს დიაბეტი მაგალითად. ხო, იქ უკვე ეს გაიდლაინება შეიძლება აღარ იმუშაოს და უბრალო რაღაცამ შეიძლება საერთოდ მოკლას პაციენტი. მერე იყო კიდე რა პრობლემა ნახეთ, რომ უკვე რომ მატულობს, ესე იგი მარტო აქ არა, ფაქტურად ბევრგან მოხდა ეგ, რომ კლინიკები არ იყვნენ მზად ამ მოზღვავებული პაციენტების რაოდენობისთვის და ფაქტურად გადაიწვა სიტუაცია, იმიტომ რომ ჯერ ცოტა პაციენტი როა მე მინახია სიტუაცია რომ მაშინაც კი ის არის რომ ექთანი ვერ ახერხებს ხოლმე რომ ყველას დროულად მიაქციოს ყურადღება. მე არის ჯანდაცვის მენეჯმენტი რომ მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს ესეთი რაღაცა რომ პაციენტს უნდა კონდეს მუდმივი კავშირი ექიმთან თუ არა და ექთანთან ანუ ის ეგ კიდე სხვა თემა არის. სხვა თემა არის ეგეც საინტერესოა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რო ხან არ იყო და ცალკე მეორადი ინფექციებია, რომელსაც უკვე იქ იყიდებ, რადგან იქ ტრიალებს ეს ინფექციები. მე არის ნიუანსები, რომელსაც უნდა გათვალისწინებო, მაგალითად კონდიციონერები, ასე მარტო კორონას დროს არა ყოფილა, რომ ეს კონდიციონერი თუ ობს იყიდებს მაგალითად, ან შეიძლება სხვადასხვა რაღაცები იქიდან წამოვიდეს ან ჰაერის გაუწმენდა ოფისგან და ასე აი სხვა რაღაცები. ბატონო დავით, ჩვენი ასე ვთქვათ გადაცემის დრო იწურება და მე მინდა ეხლა
მაქსიმალურად შევეხოთ თვითონ რაოდენობას, ხო, აი ამ ვირუსული ინფექციებისა. ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხი გამცეთ. წამოვიდა ახალი ინფორმაცია, რაღაც ახალი ვირუსი არის ინდოეთიდან, რომ ვრცელდება ღამურები, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ღამურებისგან მოდის ამ ვირუსის გავრცელება. კი, არის ნიპას ვირუსი, სხვა შორის აქ მსგავსი სიტუაცია, თვითონ კორონაც ღამურებისგან წამოვიდა, ნიპას ვირუსშიც იგივე სიტუაცია, თუმცა აქ არის ესეთი მომენტი, რომ განგაშის ასე ვთქვათ, განგაშის ატეყის სიტუაცია არ არის, რადგან იმ კორონას შემდგომ ახალი პერიოდია და უკვე დაშინებულია ხალხი და უკვე ეგრევე პრევენციები დაფიქსირდა. თან რა მომენტია ნახეთ, რომ ვირუსის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია ეს ვირუსი, როდესაც შეეყრება ადამიანს დაუშვათ, ხო, რაღაც პერიოდი არის ის გადამდები. რაღაც პერიოდის შემდეგ, ხო, ინკუბაციის შემდეგ არის რაღაც პერიოდი გადამდები, მერე სხვა არის სიტუაცია და აი მაგ დროს ამ ვირუსს, ნიპას ვირუსს აქვს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. და ეს რაღაც ამბავში ხელს უშლის გადადებას, იმიტომ რომ თუ ადამიანს უცბად დაემართა და უცბად მოკდა, ის ვეღარ ასწრებს, რომ ბევრს გადადოს, მაგალითად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის შემთხვევაშიც მაგალითად ეს ნიპას ვირუსი აღმოჩენილია ბოლო ხანებში, ანუ 90-იანი წლების დასაწყისი. კორონას შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის კორონავირუსები პანდემია ადრეც მოხდა, მაგრამ ეს ეხლა რაც სინთეზი და ორი სხვადასხვა ვირუსიდან ერთი წარმოიქმნა და ის შტამების გაერთიანება მოხდა, ხო? ხო, ეგეთი რაღაცა მოხდა დაახლოებით. ანუ აქ ესეთი სიტუაცია, მაგრამ თვითონ ეს ვირუსია, მაგრამ საშიშროება უნდა მაინც აღიქვათ და ზომები ყველა ვარიანტში მიიღო, იმიტომ რომ თუ დაიძრა, ეს კიდევ უარესია, წარმოიდგინეთ რა ხდება, რომ კორონას დროს კი მაინც რაღაც იმ დროს ძალიან ბევრი მილიონი დაიხოცა, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ ამის შედეგები, თან ეს იწვევს რას? ფაქტიურად ტვინის ანთებას და იმით იღუპება ხალხი, ანუ ძალიან ცუდი რაღაცაა, ამიტომ აქ უფრო აზიანებს ტვინის უჯრედებს, დიახ. ბატონო დავით, მე კიდევ მინდოდა რომ ჩვენ ფაგოთერაპიასაც შევხებოდით, ნუ ეხლა დღეს ეს ამას ვერ ვასწრებთ, არ გამოგვივა და შემდეგი ჩვენი გადაცემისათვის უკაცრავად აუცილებლად მინდა განვიხილოთ ფაგოთერაპია და ის პრევენციული ზომები და მკურნალობის თვალსაზრისითაც, რომელიც იქნება ყველაზე ეფექტური, რომელი არის ვირუსული ინფექციების დროს და უფრო ფართოდ განვიხილოთ. მე მაგალითად ვთვლი, რომ ფაგოთერაპიას იმდენად დიდი პლუსი აქვს ასე ვთქვათ, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს მკურნალობის თვალსაზრისით. ეხლა შეიძლება ეს ჩემი როგორც ექიმის შეხედულება არის და თქვენ როგორც სპეციალისტი უფრო ასე ვთქვათ, ფართოდ შეძლებთ ამ საკითხის გაშუქებას, რომ ჩვენი მაყურებლისათვის ეს იყოს უფრო ინფორმატიული. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისათვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენს პატრიცემულო ტელემაყურებლებო. იმედია, რომ ამ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა დავითმა დღეს, რომელზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა, თქვენ ამას გამოიყენებთ თქვენთვის სასიკეთოდ და თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის კარგად. მომავალ შეხვედრამდე.